გონი ძალიან გავერთი ამ სკუტერის ცერნობით. გასაკვირიც არა, ძალიან კომფორტული სკუტერია. ბორბლებით რბილად მოძრაობს. საჭიც კარგად თავსდება ხელში და მოკლედ ერთ-ერთი პრემიუმ გაჯეტია ჩემთვის და ყველა ბავშვისთვის. დღეს განვიხილავთ სკუტერს Navi Kids K100 Max, რომელიც ბავშვების ნამდვილი ოცნებაა. სტილი, სიჩქარე, უსაფრთხოება, თავისუფლება და გართობა. მე დამიანე ნავაძე ვარ Tech Reviewer. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ სუმერის არხის გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ ტექ სიახლეები. პირველი რაც ყურადღებას იქცევს, ელეგანტური ლურჯი ფერია. ასევე თანამედროვე ფორმა, სტილიზებული გლუვი ხაზებით. განათება წინა და უკანა მხარეს, რაც მთავარია ღამითაც, რომ ყოველთვის შესამჩნევი გახდეთ. და მთავარი, ლოგო Nave, ბრენდის ნიშანი. ახლა კი ტექნიკური მხარე. 150 ვატიანი ძრავი. ფიქრობ, საკმარისად მეტია ბავშვებისთვის. 36 ვოლტიანი სკუტერი. ერთი დამუხტვით საშუალოდ 15-დან 20 კილომეტრამდე გაივლის. ანუ სკოლა, პარკი, სახლი და ნებისმიერ აქტივობაზე გადაადგილება პრობლემა არ არის. სიმაღლე 65 სანტიმეტრიდან 95 სანტიმეტრამდე რეგულირდება. ანუ ჩვენ სიმაღლეში ზრდასთან ერთად სკუტერიც იზრდება. აქედან გამომდინარე სკუტერი გათვლილია 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის. მაქსიმალური 60 კილოგრამიანი წონით. თავად სკუტერის წონა კი 7,5 კილოგრამია. მიუხედავად იმისა, რომ სკუტერს მაქსიმალური სიჩქარე 15 კმ/სთ აქვს, მშობლებს მისი კონტროლით შეგიძლიათ. დიახ, მშობელს თავად შეუძლია დაბლოკოს სკუტერი PIN კოდით, ან შეზღუდოს მისი სიჩქარე და ბავშვები კოდის გარეშე ვერ გავაქტიურებთ. ამ სკუტერს აქვს ორმხრივი სამუხრუჭე სისტემა, ანუ სწრაფი და საიმედო გაჩერება ნებისმიერ სიტუაციაში. და მაინც, რატომ უნდა აირჩიოთ Navi Kids K100 Max? 6-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის, მზარდი სხეულისთვის ადაპტირებული. საშუალოდ 15-დან 20 კმ/მდე გარბენი ერთი დამუხტვით. სიჩქარის PIN კოდით კონტროლი. ელეგანტური ფერი, თანამედროვე ფორმა, LED ეფექტები. მოკლედ, სტილს პლუს ფუნქციონალობა უდრის სრულყოფილ არჩევანს. შენ სადევლიდი ამ სკუტერით? დამიწერე კომენტარებში. აბა, კარგად!